შეხვედრა მცხეთაში ორშაბათს 1 დეკემბერს სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიებიდან ერთი საკითხის გარშემო შეიკრიბნენ. საუბარი შეეხებოდა არაბულ ეგრეთ წოდებულ ინვესტიციას და საფრთხეებს, რომელსაც ეს პროექტი ორი არაბული ქალაქის მშენებლობით აჩენს. შეხვედრამდე იყო პარაკლისი. სასულიერო პირებმა ერთობლივი პარაკლისი თბილისში გადაიხადეს. ერთობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი და სათქმელიც სწორედ ეს იყო. გაერთიანება სრულიად ერმა და ბერმა უნდა მოახერხოს. საფრთხის თავიდან ასარიდებლად საჭიროა პრობლემის მიმართ სრული საზოგადოებრივი ყურადღების და ნების კონსოლიდაცია. მთავარი წამალი ამ ყველაფრისა არის ერთობა. თუ ჩვენ შევძელით ერთობა, ჩვენ შევძლებთ ამ საკითხების მოგვარებას. ვინც თვლით, რომ ეს პრობლემა არის და ვინც თვლით, რომ ჩვენი წინაპართა სისხლით მორწყული მიწა არ უნდა გაიყიდოს, გამოვიდეთ და ჩვენ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდზე და მოძღვრებმა ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციული ტენდენციების უზარმაზარ რისკებზე, რომლებიც საქართველოს განსაკუთრებული სიმწვავით ემუქრება. ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ უმძიმეს დემოგრაფიულ ვითარებაზე და ქართული მიწების გაყიდვის დაუშვებლობაზე. შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ პარტია კონსერვატორები საქართველოსთვის, ლიდერებიც, რომლებსაც სასულიერო პირებმა დაუსვეს შეკითხვები არაბული ქალაქების მიმდინარე პროექტის ირგვლივ ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმ ობიექტურ საფრთხეებზე, რომლებსაც ეს პროექტი და ზოგადად ქვეყანაში მოქმედი უკიდურესად ლიბერალური საიმიგრაციო კანონმდებლობა შეიძლება ატარებდეს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ამგვარი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდეს და ბევრად უფრო ფართო შემადგენლობით, რომ უფრო ეფექტურად მოხდეს ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე საზოგადოების ინფორმირება და მათთან გამკლავება.